ჩვენ ვიცხებთ სასწრაფო სიახლეებით. ისრაელის თავდაცვის ძალები იწყებს დარტყმებს სამხრეთ ლიბანში. ჰეზბოლას ადანაშაულებენ ჩრდილოეთ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. ვითარება ადგილზე სწრაფად ვითარდება. ამ დარღვევის დეტალები ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის. 4 შაბათს ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გასცეს სამხრეთ ლიბანის სოფელ მანსურის მცხოვრებლებისთვის ტერორისტულ ჯგუფზე დაგეგმილი დარტყმების წინ. ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა სპიკერმა განაცხადა, ჰეზბოლას დარღვევის ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალებს უწევთ ძალის გამოყენებით იმოქმედონ მის წინააღმდეგ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ჰეზბოლას მებრძოლებთან, ობიექტებთან ან იარაღთან ახლოს იმყოფება, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ამასობაში იტალიაში დრამატული მოვლენები განვითარდა. ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. რომში რამდენიმე საათით ადრე ისრაელის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა I24 News განუცხადა. ისრაელის ელჩი აშშ-ში იეხიელ ლაიტერმა ამერიკულ მხარეს სთხოვა შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ლიბანის დელეგაციის მხრიდან განმეორებითი შეცდომაში შემკვანი ინფორმაციის გაჟონვის გამო. განხილვები ხუთშაბათს განახდება. ეხლა კი უახლესი მოვლენების შესახებ უფრო დეტალურად რომ გავიგოთ, სასიამოვნოა სტუდიაში მივესალმო რეზერვის ლეიტენანტ პოლკოვნიკ იონათან კონდრიკუს, ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი საერთაშორისო სპიკერი და დემოკრატიების დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი, ასევე ჩვენი ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოზერანი. ბატონებო, დიდი მადლობა ორივეს. იონათან, მინდა თქვენით დავიწყო. ადგილზე ვითარება ვითარდება და ისრაელის თავდაცვის ძალებისგან კაფიო გზავნილია. თუ ჰეზბოლას ტერორისტული ჯგუფი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, პასუხი სწრაფი იქნება. დიახ, ფიქრობ შეგვიძლია მკაფიოდ დავადასტუროთ, რომ ჰეზბოლამ ნამდვილად დაარღვია შეთანხმება. თავდასხმა უკვე მოხდა. დეტალები ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მაგრამ სამწუხაროდ ვიცით, რომ ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვა. ისრაელი კი ახლა ემზადება და უკვე დაიწყო. იცით, ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე დარტყმა. მაგრამ ფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც ხდება სამხრეთ ლიბანში და რა თქმა უნდა ის, რაც ხდება რომში. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მე კიდევ უფრო გავაფართოებდი ლიბანში მიმდინარე მოვლენების მასშტაბს და ამას დავაკავშირებდი იმასთან, რაც ირანში ხდება აშშ-სა და ხორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ისინი ზემოდან ქვემოთ არის დაკავშირებული. ვითხოვდი, რომ ირანელები ალბათ თავიანთ სხვადასხვა პროქსებს მოუწოდებენ, ერაყში მყოფი მილიციები, ჰუთები იემენში და ჰეზბოლა ლიბანში მეტი გააკეთონ, მეტი არასტაბილურობა შექმნან, მეტი ძალადობა გამოიწვიონ. ირანელები უკმაყოფილონი არიან მოლაპარაკებებით და ებებით და ისრაელსა და ლიბანს შორის მიმდინარე შეთანხმებით. მათ სურთ ეს არასტაბილური გახადონ და დაარღვიონ. და ამის გაკეთების საუკეთესო გზა მათთვის არის ჰეზბოლას გამოყენება ადგილზე, შეთანხმების დარღვევა, მნიშვნელოვანი შედეგების გამოწვევა ჩვენს მხარეს და შემდეგ ისრაელის პროვოცირება საპასუხო ქმედებებზე. ასე რომ ეს ნამდვილად ირანელების ინტერესებშია. და ჩვენ ხედავთ, რომ მოლაპარაკებები რომში, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ისინი მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან დაძაბულია. და მიუხედავად ამისა, როგორც თქვენ თქვით, ელჩმა ლაიტნერმა დღეს ითხოვა მათი ადრე დასრულება, ამის გამო მე ამას უწოდებდი არაკეთილსინდისიერ გაჟონვებს და манипуляციურ ინტერპრეტაციებს, რომლებიც ლიბანური მხრიდან ვრცელდება, ძირითადად ცდილობენ გაუმკლავდნენ ჰეზბოლას საინფორმაციო ომს ლიბანის თავრობის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ასევე დაკავშირებულია იმასთან, რაც ახლახან გავაშუქეთ და იმ მოვლენებთან, რაც ადგილზე ხდება. ასე რომ ჩვენ გვყავს სხვადასხვა ორგანიზაციები და სტრუქტურები, რომლებიც ერთსა და იმავე საბრძოლო ზონაზე არიან კონცენტრირებულნი. ჰეზბოლა ახორციელებს თავის ადგილობრივ გეგმებს, მაგრამ ასევე, ჩემი აზრით, ემსახურება ირანის ინტერესებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არიელ დავაკვირდეთ, როგორ განახორციელებს ისრაელის თავდაცვის ძალები ამ პასუხს. ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ლიბანის გარკვეულ ნაწილებში ავიადარტყმებამდე ევაკუაციის გაფრთხილებები გაიცა. ამავე დროს ვიცდით, ვნახოთ, გამოიწვევს თუ არა ეს პასუხი ჰეზბოლასგან სხვა რეაქციას, რაც შესაძლოა ძალიან შემაშფოთებელი იყოს. დიახ, ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გამოუცხადებიათ, რომ საპასუხო ავიადარტყმების ტალღა ამ დარღვევის საპასუხოდ დასრულებულია, მაგრამ ჩანს, რომ საქმე გვაქვს შეზღუდულ მასშტაბთან ამ საპასუხო ქმედებაში. მიზანი იყო, რომ მოლაპარაკებები არ ჩაშლილიყო განსხვავებით ჰეზბოლას ქმედებისგან, რომლის მიზანიც იყო მოლაპარაკებების ჩაშლა არა მხოლოდ თავდასხმით, არამედ ისრაელის უფრო მკაცრი პასუხის გამოწვევით, რაც ლიბანურ მხარეს პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა ისრაელთან მოლაპარაკებების გაგრძელებას. ეს არ მოხდა. ასე რომ, ჩვენ ხედავთ აქ, შეგვიძლია ვთქვათ, ეს მოლაპარაკებების პროცესის საწყისი გამოცდა იყო. ეს უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს
და იგეგმება გაგრძელდეს. ასევე რაც შეეხება პილოტურ ზონებს, რაც ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც მხარეები განიხილავდნენ, ჩვენ მხოლოდ ამ პილოტური ზონების პირველ ნაწილში ვართ. საუბრობთ 3 სოფელზე, 20-ზე მეტიდან. დასახლებების ათეულებს ჯერ კიდევ სჭირდება ისრაელის ძალების გაყვანა და ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა. ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამიტომ ჰეზბოლას საკმარისი დრო ეძლევა, რომ ძირი გამოუთხაროს, სცადოს და დაემუქროს მოლაპარაკებების ჩაშლას. ორივე მხარეზეა დამოკიდებული, რომ ეს არ მოხდეს. რაც შეეხება ლიბანის მხარეს, რომ ისრაელს მისცეს გარანტიები, რომ ასეთი ტიპის საკითხები აღარ განმეორდება, ან იონათანის აღწერილისგან განსხვავებით, ჰეზბოლას საინფორმაციო ომს ახკვა. ეს მტკიცება იყო ის, რომ ქალაქი, სადაც ეს დარღვევა მოხდა, უსაფრთხოების ზონაში არ იყო. როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამოშვებული ყველა რუკა აჩვენებს, რომ მანგსურის ქალაქი უსაფრთხოების ზონის შიგნითაა, რაც ჰეზბოლას იქ მოქმედებას კრძალავს. ისინი იქ მოქმედებდნენ. ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა, მაგრამ ნახეთ, რომ ლიბანურმა მხარემ ამას ხელი შეუწყო. ხოლო ისრაელის მხარეს გამოცდა ერთი მხრივ თავშეკავება აჩვენოს, მაგრამ არ მისცეს ჰეზბოლას უფლება გააგრძელოს თავისი დარღვევები, რადგან თუ ჰეზბოლა ძალას მოიკრებს და უფრო მეტად ვთქვათ, დაჯერებული გახდება თავის შესაძლებლობაში განახორციელოს ეს თავდასხმები ისრაელზე. ეს დააზიანებს მოლაპარაკებებს და გაართულებს მათ გრძელვადიან პერსპექტივაში. რაც სწორედ ის პერიოდია, რომელშიც ველით რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ხო. რაც აჩენს კითხვას. ხო, ანუ ისრაელმა აშკარად უნდა უპასუხოს ესეთ სერიოზულ დარღვევასა და თავდასხმას. ისრაელმა უნდა უპასუხოს მნიშვნელოვნად, რომ შეაკავოს ჰეზბოლა ერთი მხრივ. მეორე მხრივ, თუ რეგიონულ ნაწილს დაუკავშირებ, ისრაელმა უბრალოდ უარი თქვა, უფრო მეტი სიტყვებით, მაგრამ ზოგადად უბრალოდ უარი თქვა მშვიდობის პროცესზე და ხაზიდან გასვლას. და მე არ ვფიქრობ, რომ ისრაელს სურს, რომ აღიქმებოდეს როგორც ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს პოზიტიურ ცვლილებებზე ღაზაში და ასევე როგორც ქვეყანა, რომელიც აფერხებს მშვიდობის მოლაპარაკებებს ლიბანში. ასე რომ ეს ძალიან ფაქიზი სიტუაცია. ბევრი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰეზბოლა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა ჩაშალოს ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობის პროცესი. ეს მათ აწუხებთ, ეს მათ სტრესს უქმნის და ეს ჰეზბოლასთვის სერიოზული საფრთხეა. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ისინი ასე.